გაგაცნობთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას, სადაც უკვე 45 დღეა აქციის მონაწილეები იკრიბებიან. უკვე 45 დღეა თბილისში რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ არის უცვლელი, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. ამ 45 დღის განმავლობაში, როგორც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, გაიმართა რამდენიმე მარშიც, როგორც ამ 45 დღის განმავლობაში ვხედავდით, აქციის მონაწილეები, ამ მარშის მონაწილეები იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას და შემდეგ უკვე მსვლელობით მოემართებოდნენ საქართველოს პარლამენტთან და აქ მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებოდნენ, მათ შორის დღესაც გაიმართა რამდენიმე აქცია, რამდენიმე მარში, მათ შორის ეს იყო ეკოტრანსპორტის მარში და ასევე მეგობრების მარში, ეს მეგობრების მარში სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ მისი მონაწილეები რუსთაველის გამზირს და აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას და როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, უკვე 40 დღეზე მეტია საქართველოში სხვადასხვა ქალაქში ნაცნობები და უცნობები ერთმანეთს მხარში უდგანან და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოსსა და ევროპის მომავალს და ასევე ამბობდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი უცნობი იქცა მეგობრად და ძველი მეგობრები უფრო დამეგობრდნენ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, აქ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები, ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შემოგვიერთდება ეთერში, მურო თაკალანძე. მურო, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ Euronews Georgia-ს კითხვებს, რომ გითხრათ უკვე 45 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია თბილისში, რატომ არის მნიშვნელოვანი აქ ყოფნა და ასევე როგორია თქვენი მოლოდინები ამაზეც რომ მოგესალმებიან და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს უკვე 45 დღეა და რა თქმა უნდა მოთხოვნები არის უცვლელი, რომ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დავჯდე სახლში, როდესაც ადამიანები, რომლებიც აქ ჩემთან ერთად იდგნენ ამ აქციებზე, დღეს ტყვეობაში იმყოფებიან. და მანამ სანამ ეს ადამიანები იქნებიან ტყვეობაში, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ადამიანებს დღეს შეუძლიათ, რომ თბილად სახლებიდან უყურონ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღეს რუსთაველის მოედანზე და არა მხოლოდ აქ, ნებისმიერი გზით პროტესტს გულისხმობ, ეს იქნება სოციალურ ქსელში პროტესტი, ეს იქნება მის გარეთ პროტესტი თუ ასე შემდეგ. ყველა ჩვენგანი, ჩვენ გზაში, როდესაც მოვდიოდით დღეს მარშიდან, ხედავ თუ როგორი არის ადამიანების მხარდაჭერა ამ პროცესში, მანქანებიდან სიგნალებით მხარდაჭერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი დღეს მიიჩნევს, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ უნდა ვიდგეთ გარეთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ის, რაც საქართველოს ევროპული მომავალია და ეს არ არის რაღაცა დღეს გაჩენილი მოთხოვნა, ჩვენ უკვე საუკუნეებია ვდგავართ ზუსტად ამ იდეაზე და ვდგავართ იმაზე, რომ ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და დღესაც ასე გრძელდება. საქართველოს მოსახლეობის მეგობარი არის ევროპაც, ამერიკის შეერთებული შტატებიც და ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა გზით საქართველოს მოსახლეობას დაუდგნენ გვერდში, მხარდაჭერა გამოუცხადონ მათ. არსებობს არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ჩვენ Euronews-ის ეთერში არაერთხელ გვისაუბრია, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი საქართველოს აწვდის. ამ რესურსების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ საქართველოში არსებობდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ეს თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება, რომელსაც შეუძლიათ, რომ თავიანთი თავისუფალი აზრი დააფიქსირონ და შეუჩერებელი არის რეალურად ეს პროტესტი. 45 დღეა და ხალხის რაოდენობა იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იყვნენ ჩუმად და დღეს უკვე გაბედეს და თქვეს თავიანთი სათქმელი და გრძელდება ეს პროტესტი და გაგრძელდება მანამ სანამ ტყვეობაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არაფრისთვის არ არიან დაკავებულები და შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო მათ ადგილას და მე მინდა რომ მათ გამოვუცხადო კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და აუცილებლად ისინი მალე ჩვენს გვერდით იქნებიან და აუცილებლად საქართველოს დაუბრუნდება ევროპულ გზაზე მსვლელობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მურო, რომ პასუხობდით Euronews Georgia-ს კითხვებს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მურო თაკალანძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა ჩვენს ეთერში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს გაიმართა იმ 8 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი, რომლებიც დააკავეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. მოსამართლემ ისინი პატიმრობაში დატოვა და ასევე გუშინ გაიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ტონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი.
პროცესი და მოსამართლემ ისინიც გუშინ პატიმრობაში დატოვა ორივე სასამართლო როგორც გუშინ ისე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთაველის გამზირზე აქ შეკრებილები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე, მათ შორის აქ არიან იურისტები. ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანი შემოგვიერთდება კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტი ნატი გელოვანი. ნატი, მოგესალმებით. მადლობა რომ პასუხობთ Euronews Georgias კითხვებს. თავდაპირველად მინდა გკითხოთ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ ამ სასამართლოს, როგორც გუშინდელს ისე პირველ რიგში მადლობა ამ საკითხების ესე აქტიურად გაშუქებისთვის. Სასამართლო პროცესები ალბათ საზოგადოების უმეტესობამ უკვე საკმაოდ კარგად ისწავლა იურიდიული საკითხები და კარგი გაკვეთილი არის ეს არა იურისტებისთვის და იურისტებისთვის. Უბრალოდ ერთი რამ ცხადი არის, ამ სასამართლოს არაფერი არ აქვს საერთოდ სამართლიან სასამართლოსთან, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს. Აი ელემენტარული რომ ავიღოთ დიდ დარბაზში პროცესის ჩატარება, ელემენტარული ადვოკატის ურთიერთობა თავის დაცვის ქვეშ ყოფთან, რომ ეს არის ბაზისური უფლებები, რომლებითაც ბრალდებულები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ და რატომღაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ იმას, თუ როგორ ირღვევა ის უფლებები და ის ძირითადი პრინციპები, რასაც უნდა ემყარებოდეს სამართლიანი სასამართლო. სამწუხაროა, რომ ამას ყველაფერს ვუყურებთ, თუმცა ალბათ ეს არის იმის ილუსტრირება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. არც ერთ ადამიანს დღეს აი ნებისმიერი გამოდელი რომ გააჩეროთ, არ აქვს სასამართლოს იმედი. იმიტომ რომ ერთი გადაწყვეტილებაც კი ვერ ვნახეთ ისეთი, რომლის მოსამართლობაში ჩვენ ეჭვი შეიძლება გაგვიჩნდეს და ვიფიქროთ, რომ აი ეს მოსამართლე არის სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. სამწუხაროდ ყველა პრინციპი ირღვევა, აქედან გამომდინარე, ვერც ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული, რომ ეს არის მიუკერძოებელი და ობიექტური და გარდა ამისა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ალბათ ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძველზე, რაზეც სასამართლო და სახელმწიფო აპელირებს თლიანად არღავს ის მიმდინარე პროცესები, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ეს არის ყველაფერი ალბათ იმის შედეგი, რასაც სახელმწიფო აკეთებს ჩვენს მიმართ, არა მხოლოდ დაკავებულების, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს სასამართლო ხელს უწყობს, რომელიც უნდა იყოს შემაკავებელი ბერკეტი. აი, რომ წარმოიდგინოთ, ჩვენს ქვეყანაში ორი ინსტიტუტი რო იყოს დამოუკიდებელი, ეს არის საქართველოს პროკურატურა და საქართველოს სასამართლო, ვერავინ ვერ შეძლებს იმ უფლებების დარღვევას, რაც გარანტირებული. აი, უბრალოდ გჭირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები. აი, ეს ორიც კი საკმარისი იქნება და სამწუხაროა, რომ ამას ან აცნობიერებენ და ისე აკეთებენ ასეთ მიუღებელ გადაწყვეტილებას, ან არ აცნობიერებენ და ვერ ხვდებიან საკუთარი პასუხისგებლობის სიმძიმეს. ნატი, ასევე მინდა გკითხოთ, მე რამდენადაც ვიცი, ეს არ არის პირველი დღე, როდესაც თქვენ აი ამ აქციებზე მომავალს როგორ ხედავთ და რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს რუსთაველის გამზირზე? ყველას დღის წესრიგი ვინც აქ არის, იწყება მხოლოდ იმ ფიქრით, რომ საღამოს ყველა ვიქნებით აქ. ანუ უბრალოდ არ არსებობს გეგმა, რომელსაც შენ დაისახავ დღეს, ისე რომ ვერ დაინახო საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ მყოფები მხედავთ მხოლოდ აქ ყოფნაში აზრს. ვაპროტესტებთ აქ. არიან ადამიანები, რომლებიც მართლა 45-ვე დღე აქ დგანან. მე 45-ვე დღე არა, მაგრამ ვცდილობ ყოველ დღე აქ ვიყო. ამას არავინ არ მაიძულებს, ამაში არც არავინ არ მიხდის. ხალხო არ დაიჯეროთ, რომ აქ ხალხს ასასლარს უხდიან. აი მართლა არ ვიცი, ამაზე უბრალოდ არც გავამახვილებ ყურადღებას. აქ ხალხი მოდის მარტო იმიტომ, რომ უნდა ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, იყოს დამოუკიდებელი და აქედან არ გქონდეს წასulis ვალდებულება და წასulis გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავდეთ. ამიტომ ერთადერთი რის გამოც ჩვენ აქ ვართ იმის გამო, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ეს არ არის მხოლოდ შვილების მომავლისთვის ბრძოლა. ეს არის ჩვენი წინაპრების გაგრძელება, მათი გზის გაგრძელება. ამიტომ მართლა ვერ ხვდები სხვა მოვალეობას გარდა იმისა, რომ ვიყო ყოველდღე აქ. ასე რომ, რა ვიცი, მოგიწოდებთ ვინც შეძლებთ და ვისაც გადარდებთ მომავალი ქვეყნის, უბრალოდ სხვაგან ვერსად ვერ გააკეთებთ იმ ხელა საქმეს, როგორც აქ ყოფნით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ პასუხობდით Euronews Georgias კითხვებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტი ნატი გელოვანი პასუხობდა Euronews Georgias კითხვებს. როგორც თქვენ კადრშიც ხედავთ, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა რაოდენობა დიდია. Euronews Georgias ოპერატორს ბექა გიგაურს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ, რა ვითარება არის ამჟამად რუსთაველის გამზირზე. იქამდე გეტყვით, რომ თბილისის გარდა აქციები ასევე იმართება საქართველოს სხვა ქალაქშიც. მაგალითად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა დღეს. ზუგდიდი პირველი ქალაქია, სადაც მეხუთე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა. ის გეგმავს პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დაბრუნების შემდეგ ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი და მან ასევე თქვა, რომ დღეს საქართველოში
ორი მხარე არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა დროშები, სხვადასხვა დრო შემოტანილი, მათ შორის ევროკავშირის, საქართველოსი, უკრაინის. ახლა სწორედ აქციის კიდევ ერთ-ერთი მონაწილე შემოგვიერთდება ეთერში, მაკა კივილაძე. ქალბატონ მაკა, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს. რომ გითხრათ, უკვე 40 დღეზე მეტია ჩვენ ხედავთ, რომ აქ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და უკვე 45 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში საპროტესტო აქცია. როგორ ხედავთ მომავალს და რამდენად მნიშვნელოვანია რუსთაველის გამზირზე ყოფნა, რატომ ხართ თქვენ დღეს? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემი პროტესტიც არ განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც აქ იკრიბებიან, აგერ უკვე მართლაც თითქმის 45 დღეა. და პირველ რიგში ეს არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ამ ქვეყანაში ახლად დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრები, ის ახალგაზრდები, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ არიან რუსული კოშმარის მიერ სასჯელახსრულებით დაწესებულებებში გამომწყდეული. რა თქმა უნდა, უპირველესად ეს არის ჩვენი პროტესტი ამჯერად, მაგრამ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეც ვაპროტესტებ იმას, რომ 26 ოქტომბერს მოხდა 100,000-ობით საქართველოს მოქალაქის ძარცვა ჩვეულებრივად, რუსულმა ოცნებამ, კოშმარმა, როგორც მათ ამერიკელებმა უწოდეს, ჩვეულებრივად ადამიანებს მოპარეს ხმები, თავზე გადაახიეს საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ ამასაც. მე პირადად მრავალი წელია უკვე ვაპროტესტებ ქართული ოცნების პოლიტიკას, თუ კი შეიძლება ამას პოლიტიკა ერქვას, ეს არის ჩვეულებრივად დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც თარეშობს საქართველოში. და როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანმა არ გააპროტესტო, თუ კი საღად აზროვნებ და ან მათი კლანის წევრი არ ხარ, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო მაკა კივილაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის არიან საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტებიც. ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე მიშოლაძე შემოგვიერთდება ეთერში. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს. რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს რუსთაველის გამზირზე ყოფნა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორ ხედავთ მომავალს? დიახ, უკვე ჩვენ 45 დღე აქვთ გავალთ და ესე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პროტესტის ანატომია ფრიად გაურკვეველია. ხედავთ, არ ყავს პროტესტის ორგანიზატორი, მაგრამ რაც არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნები, უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციის პირობებში საოცრებად უნდა შესრულდეს. შესაბამისად, ეს იქნება ამ ეგრეთ წოდებული მთავრობის, ამ არაღიარებული არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ წნეხი და საოცრებად გაგრძელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ მუშაობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით იქნება ეს პროტესტები, ქვეყნის გარეთ კი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხარდაჭერა აუცილებლად იქნება. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ პასუხობდით ევრონიუს ჯორჯიას კითხვას. შეგახსენებთ, რომ ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ალექსანდრე მიშოლაძე. როგორც თქვენ ახლა ჩემ უკან კადრში ხედავთ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, აქ კვლავ არიან შეკრებილები მოქალაქეები. უკვე 45 დღე არის, რაც თბილისში, საქართველოში, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. და როგორც უკვე გიამბეთ, აქციის მონაწილეების მოთხოვნები არის უცვლელი, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის დროს დაკავებული აქციების მონაწილეები.